ვარ თუ არა ქართველები წმინდა ხალხი? ან ვიყავი თუ არა ქართველები წმინდა ხალხი? პასუხი არის ძალიან მარტივი. ჩვენ ქრისტიანობამდე იმდენი ცუდი გვაქვს გაკეთებული ერთმანეთისთვისაც და სამყაროსთვისაც, რომ ნამდვილად არ ყოფილი ვართ მუდმივად წმინდა ხალხი. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ტომი ქალდეველები ბაბილონის გოდოლის აგების ორგანიზატორები თუ არა არქიტექტორები ნამდვილად იყვნენ. ისინი ბოროტი ძალებისგან იღებდნენ ენერგიებს. ეს არის მოცემულობა. ასევე საქართველოში არსებობდა კერპები, რომლებსაც ჩვენ მსხვერპლს ვწირავდით საწყის ეტაპზე ადამიანებს. ვინ გამოიკვლია სინედრიონის გენეტიკური კოდები? არც არავინ. საუბრობთ იმაზე, თითქოს ჩვენ რაღაცა წმინდა ხალხი ვართ და შეცდომა არასდროს არ მოგვსვლია და ჩვენ ვართ რაც ვართ. ეგ მოდის ჩვენი გენეტიკური კოდიდან, ამ პარტავნული ბუნებიდან. კი, ჩვენ ქონია შეცდომები. ერთმანეთსაც ვყიდდით მონებად, მათ შორის. ერთმანეთის წინააღმდეგადაც ვიბრძოდით და ვიბრძვით დღესაც. და რაც მთავარია, ღმერთსაც უარყოფდით. ჩვენ და სამწუხაროდ. საბჭოთა კავშირი აიღეთ. რამდენი პროცენტი იყო ქვეყნის მოსახლეობის ქრისტიანი? 4, 5? 95 მებრძოლი ათეისტი იყო, ხო? არა, ქრისტეს არ ვყიდდით საბჭოთა კავშირის დროს. ბავშვებს არ ვყიდდით საბჭოთა კავშირის დროს. ხო დამტკიცდა, რომ ტყუპები თუ გაუჩნდებოდა ადამიანს ერთს მკვდრად გამოუცხადებდნენ და გააშულებდნენ ვინიცის რომელი ქვეყნის მიმართულებით. როგორც ყველა ერთში არსებობს ბოროტი და კეთილი ადამიანი, ისე არსებობს ჩვენშიც ბოროტი და კეთილი ადამიანი. ყველა ქართველი არ არის კეთილი. ნუ ხართ ილუზიებში. ჩვენ ქრისტიანობამდე მუხას ვწირავდით ჩვილებს. ეს არის რეალობა. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ რაღაცა ჩვენ დაბადებიდან ვართ წმინდანები, ეს აბსურდია. ჩვენ უფალმა მოგცა იმის ძალა, რომ ქრისტიანობისთვის თავი დაგვედო და ქრისტიანებად ვიწოდებით. მადლობა უფალს ამისთვის, მაგრამ ჩვენ მუდმივად ქრისტიანები არ ყოფილ ვართ. ბევრი კარგიც გაგვიკეთებია, მაგრამ ბევრი საშინელებას გაგვიკეთებია. ეს არის მოცემულობა. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ და უფალმა დაგაძლევინოთ ეს ამპარტავნება. უფალი იესო ქრისტე არ არის არც ერთი ეროვნების. უფალი იესო ქრისტე არის ღმერთი. ღმერთს არ გააჩნია ეროვნება. მარტივია. დიდება უფალს.